თეოდორე სტუდიელი. ოთხშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, მოკვდინებისათვის ვნებათასა და სამკალისათვის სულიერისა. ძმანო და მამანო, მოწევნული ესე ჟამი მარხვისა, ჟამიარს შრომათა და ოფლთა ხორციელთა, ხოლო მოსაგებელთა და გვირგვინთა და მადელთა სულიერთა, ვითარცა უკვე ხილულსა ამას და საწუთოსა შრომასა, განვალს კაცი საქმესა თვისა და შრომასა თვისა ცისკრითგან ვიდრე მწუხრადმდე, პირველად ხვნად და განწმენდად ყანისა თვისისა ეკალთაგან და კუროს თავთა და ყოველთაგან ნივთთა მავნებელთა და მერმე თესვად თესლისა და ვითარცა მოიწიოს მკა, არასცის ლხინებაი თავსა თვისა, ვიდრემდის სრულიად მომკის და განლეწის და წინამდებარეი იგი თესლის საუნჯეთა თვისთა შეიკრიბის. რაი უკვე ჯერ არს თქმად, რამე თუ უკეთო ხორციელთა ზედა ესრეთ არს, არა უფროსად საჭირო იყოსა სულიერსა ზედა ესრეთ ყოფად. რამე თუ ჩვენდაცა წინამდებარე არს თესვაი და მკაი, ვითარცა თქმულ არს მოციქულისა მიერ ვითარმედ, რომელმან თესოს რიდობითცა მოიმკოს და რომელმან თესოს კურთხევითცა მოიმკოს და უფალი ეტყოდა მოწაფეთა თვისთა, არა თქვენ იტყვითა ვითარმედ 4 თვე არიან და მოვალს მკაი. აჰა ესე რა მე გეტყვი თქვენ, აღიხილენით თვალნი თქვენი და იხილეთ ყანები, რამე თუ სპეტაკარიან აწვეს სამკალად და მომკალმან სასყიდელი მიიღოს და შეჰკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდეს. აჰა ესე რა გიჩვენეთ თქვენ, რაი არს თესვა და მკაი სულიერი. განვიდეთ უკვე ჩვენცა საქმესა ჩვენსა სულიერსა, რომლისათვის ვიჩინენით. ვთესოთ მარხვა, ლოცვა, ცრემლი, ფსალმუნება, მუხთ დრეკა, ხმელის ჭამა, ხმელსა ზედა წოლა და სხვა ყოველივე მოღვაწებაი, რათა შევკრიბნეთ ნაყოფნი, არა ხორციელნი და წარმავალნი, არამედ სულიერნი და დადგრომადნი ცხოვრებად საუკუნოდ, სიწმინდე, სიყვარული, სიხარული, სულგრძელება, მოთმინება, სიმშვიდე და სხვა ყოველივე სათნოება, რამე თუ ესენი არიან ნაყოფნი სულისანი, რომელთა ჯერ არს გულისხმის მყოფელისა გონებისა მიერ განლეწვა და შეკრება, ესე იგი არს რათა შეურევნელ იყოს კეთილი ბოროტისგან, ვით არ იგი სიყვარული არამედ არავნებულად და შური კეთილისა, არამედ არამოშურნეობით და ზრახვაი ძმისათვის, არამედ არამტერობით, არამედ უფრო ზღა წადიერებით აღსრულებად ნება ღვთისა, კეთილი და სათნო და სრული, ვითარცა წერილ არს, ხოლო უკეთო საუნჯეთაცა ჯერ არ შეკრება, ესე ვითართა ამათ ნაყოფთა, რაიმცა იყოს სხვა, არამედ სიმდაბლისა მიერ დაკრძალვა, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ რაჟამს ყოველივე ჰყოთ, სთქვით ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანაგვედვა ყოფად ვყავთ. და კვალად მოციქული იტყვის ვითარმედ, რაი გვაქვს რომელი არამიგიღებიეს. რაისა იქადი ვითარცა არამიღებულსა და ესე შრომა და ესე მკა არა 2 და 3 დღეთაშინა თვეთა იხილვების ძმანო, არამედ განგრძობილად დასასრულსა თანაცხოვრებისა ჩვენისასა, ხოლო მერმესა მას რა ცხოვრებასა ჩვენსა, თანაშეტყვებულ იქმნას, ვითარცა
ერთი დღე შეირაცხოს, რამე თუ მუნ დასასრული არა არს. მუნ ნაყოფსა შრომათა თვისთასა თვითოეული სჭამდეს. მუნ ვიხარებდეთ ჩვენ მისა მიმართ, რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. ოდენ ნუ უდებ ვიქმნებით, ნუცა ოდენ მოვიწყინებთ, ნუცამცა დამძიმდებიან გულნი ჩვენი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა. ოდეს მოვაკვდინეთ ასონი ქვეყანისანი, სიძვა, არაწმიდება, ვნება, გულისთქმა ბოროტი, ანგარება და სხვანი იგი უპატიოებისა ვნებანი. ოდეს გულმოდგინეთ ვიტვირთოთ უღელი მორჩილებისა, ბრძანებულსა ყოველსა ვიქმოდეთ, სიმძიმესა ყოველსა ვიტვირთვიდეთ ურთიერთარს, რათა ესრეთ აღვასრულეთ სჯული იგი ქრისტესი მსგავსად წერილისა. და ნეტარ არს რომელმან ყოველივე შეურაცხყოს ღვთის მოშიშებისთვის, და ნეტარ არს რომელი უმრავლეს დაშვრეს. რამე თუ სადაცა უმეტეს შრომა იყოს, მუნ უფროსას სასყიდელიცა, და რომელმან შეურაცხი და უმრწემესი მსახურება იაღირჩიოს, მან მიიღოს უფროსობაი სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქვენ შორის, იყავნ იგი ყოველთა მსახურ და უკანასკნელ. და რამე თუ ძეცა კაცისა არა მოვიდა რათამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის. ჩვენებულ არს უკვე პირველ თქმულთა ამადგან, რამე თუ არს წინაშე ჩვენსა თესვაი და მკაი ყოვლადვე და მარადის. ხოლო უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა, ვთესოთ უკვე ძმანო თესლი მოღვაწებისა ცრემლით და მოვიმკოთ გულსმოდგინებით ნაყოფი სათნოებისა. რომელი ასწავებდეს სწავლა, რომელი ზედაადგებოდეს მოსწრაფება, რომელი განაგებდეს განმგეობა, რომელი მსახურებდეს მსახურება, რომელი მორჩილებდეს მორჩილება, რომელი დაყუდებულიყოს დაყუდება, რომელი ილოცვიდეს ლოცვა წარუტყვენელი. ყოველივე ყოველსა შინა მსგავსად ძალისა საცნაურ არს, რაჟამ სხორციელად მშრომელნი გულსმოდგინეთ ხელყოფდეს საქმესა, ხოლო ჩვენ უდებებით და დახსნილებით მოუხდებოდეთ სულიერთა მოსწრაფებათა. ბოროტ არს რაჟამს იგი უფლითა შესვარულნი არა განეშორებოდენ საქმესა. ხოლო ჩვენ მცონარე და მოწყინე ვიყვენით სიმტკიცისა მიმართ სათნოებათასა და მოღვაწებისა სამრთოისა, რომლისათვის სასუფეველი ცათა წინას ძეს მაშველთა მათვის უფლისათა. რომლისათვის მე ცხოვრება საუკუნო, რომლისათვის მე სიხარული გამოუთქმელი არს რამეა დახსნილობით მუშაკთა მიერ მოგებაი დიდთა და გულის სათქმელთა, ნუ იყოფინ. ამისათვის ჯერ არს განფრთხობაი და აღდგომაი, რამე თუ არა განხრწნადი და საწუთო სამკალის ძეს წინაშე ჩვენსა, არამედ უხრწნელი და საუკუნო, რათა ღირს იყოს ჩვენთვისა თქმად, ვითარმედ ნაშრომი ხელთა შენთა სჭამო-შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. ნუ ვინმე თქვას ვითარმედ უძლურ ვარ და ვერ ძალმით სულიერი სამის სამკალისა მკად. ნუ უკვე და უძლურ ხარ ხორცითა, ხოლო არასულითა. უკეთო გნებავს ძალგით საქმეთ კეთილისა, ცრემლი გქონან, სინანული გაქვს, მობიერება გაქვს, დაცვა გონებისა გაქვს, მშვიდობა გაქვს და სიწმინდე გაქვს, რომელნი ესე ფრიად საყვარელ არიან ღვთისა. ხოლო უკეთო უძლურებისათვის მარხვად ზედგომა და მუხდრეკად მრავალჟამ ვერ ძალგიც, ზემოთქმულნი ესე დაიმარხენ და ცხონდე. ნუ ვინ იტყვის თუ შემიბრკმა
და ვერძალმიც აღდგომად. ინებე ხოლო და აღგადგინოს შენ, რომელმან იგი აღადგინის ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავდომილი. ნუ უკვე რომელი დაეცის, არა აღსტკისა, ანუ რომელი მიიქცის, ნუ არა მოიქცისა. ცხოველ ვარ მე იტყვის უფალი, არ ამნებავს მე სიკვდილი ცოდვილისა, ვით არ მოგცევაი და ცხოვრება მისი. აწ უკვე რაიმცა გვაქონდა მიზეზი ჯეროვანი, ანუ ადგილი სიტყვის გებისა. არა ყოველთა გულს მოდგინებით აღსრულებად მცნებათა და მიმთხვევად აღთქმულთა მათ კეთილთა გვიბრძანებს. აჰა ესერა წმინდანი მამანი ჩვენი დააშურეს, სთესდეს და მოიმკეს და შეიკრიბეს თვისთა საუნჯეთა ცხოვრება საუკუნო და აწ არიან სიხარულსა შინა და მოელიან გამოჩინებასა დიდი სამის დღისასა, რომელსა შინა განბრწყინდნენ ვითარცა მზე. გევედრები ძმანო, ნუ უცხო ვიქმნებით ნეტარებათა ამათგან და ნუცა კნინისა და უნდოისა და საწუთოისა განსვენებისა და გემოისათვის განვცემთ ცხოვრებასა ჩვენსა, რათა არა საუკუნოდ დავისაჯნეთ. არამედ რავდენცა შესაძლებელი იყოს, ვიღვაწოთ შემდგომად კვალსა წმინდათა მათ და ყოვლად ქებულთა მამათასა. ყოველსავე თავს ვიდევდეთ, ყოველსავე მოვითმენდეთ, რათა სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.